გურიის რეგიონში დაბა ურეკში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოები ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი, აზიის განვითარების ბანკის ადგილობრივი მისიის ხელმძღვანელი ქეით ჯულიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. აშენდება წყალმომარაგების 1 და წყალარინების 31 სატუმბის სადგური, ასევე 2 ახალი რეზერვუარი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს. პროექტი 2017 წელს დასრულდება და მისი ღირებულება 60 მილიონი ლარია. პროექტმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის არსებული ტურისტების და 2040 წლამდე გათვალისწინებული ზრდით სრულყოფილი წყალმომარაგება. სუფთა, ძირითადად ნატურალურად სუფთა წყლით მოეწყობა ახალი ქსელი წყალარინების და წყალმომარაგების. ასევე აშენდება ახალი რეზერვუარები, გაკეთდება ახალი სათავო ნაგებობა. ამის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც წყლის სისტემა, ისევე წყლის ხარისხის მოწოდება მთლიანად ურეკში.